ნაფიცმსაჯულთა სასამართლოს მიერ აბსოლუტურად ყველა ბრალდებაში მალხაზ კობაური ცნობილი იქნა დამნაშავედ ერთხმად. ხადასხეობაში სმიტების ოჯახის 3 წევრის მკვლელობაში ბრალდებულ მალხაზ კობაურს ნაფიცმა მსაჯულებმა გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოუტანეს. კობაური ნაფიცმა მსაჯულებმა წარდგენილ ყველა ბრალში ერთხმად დამნაშავედ ცნეს, მათ შორის ლორა სმიტის გაუპატიურებაშიც. საჯულებისათა თბირო ოთახში 4 საათი მსჯელობდნენ. მალხაზ კობაურის საქმეზე სასჯელის დანიშვნის ხდომა 27 მარტს გორის რაიონულ სასამართლოში გაიმართება. სხდომა 12 საათზეა დანიშნული. გორის რაიონულ სასამართლოში დასრულდა მალხაზ კობაურის ბრალდების სისხლის სამართლის საქმის განხილვა სმიტების მკვლელობის საქმეზე. ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ ნაფიცმსაჯულთა სასამართლოს მიერ აბსოლუტურად ყველა წარდგენილ ბრალდებაში მალხაზ კობაური ცნობილი იქნა დამნაშავედ ერთხმად. მალხაზ კობაურის პასუხისგებაში მიცემის დღიდან არაერთი განცხადება კეთდებოდა გამოძიების მსვლელობის პარალელურად, თავად დაცვის მხრიდან არაერთი ბრიფინგი და სატელევიზიო კომენტარი ვიხილეთ ჩვენ, სადაც აპელირება კეთდებოდა იმ გარემოებაზე, რომ თითქოს გამოძიება ტარდებოდა არასრულყოფილად, თითქოს გამოძიებაში იყო ხარვეზები და ასე შემდეგ. დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა და ხაზი გაესვა იმ გარემოებას, რომ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეში გამოძიება წარიმართა და ჩატარდა სრულყოფილად, ყოველმხრივ, ობიექტურად და საქმეზე მოპოვებული იქნა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც ბრალდების მხარემ წარვადგინეთ სასამართლოში და ბრალდების თითოეულ ამ მტკიცებულებას, იმ გარემოებას, რომ აღნიშნული მტკიცებულებები ადასტურებდნენ წარდგენილ ბრალდებას, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს და ადასტურებს ის გარემოება, რომ აბსოლუტურად ყველა ნაფიცმა მსაჯულმა მხარი დაუჭირა გამამტყუნებელ ვერდიქტს და გამამტყუნებელი ვერდიქტი მიღებული იქნა ერთხმად. კობაურის ადვოკატის ალექსანდრე კობაიძის განცხადებით ნაფიცი მსაჯულების მიერ მიღებული გადაწყვეტილება დაცვის მხარისთვის მოულოდნელი იყო. სჯავრდებულის ადვოკატი ნაფიცი მსაჯულების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას უკანონოს უწოდებს და აცხადებს, რომ საქმე შეიცავდა პროცესუალურ დარღვევებს, შესაბამისად დაცვის მხარი აპირებს მიღებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივროს. არის ჩვენი რეალობა, რა თქმა უნდა, პროცესუალურად ჩვენ ვფიქრობთ, რომ არსებობს საფუძველი უზენაეს სასამართლოში გავასაჩივროთ ეს ყოველივე და დაცვის მხარე უზენაეს სასამართლოში აუცილებლად წაიღებს აღნიშნულ საქმეს. რაც შეეხება სასამართლოს მიერ უკვე დანიშნულ ესე ვთქვათ, საჯელის მიმართებაში სხდომას, ჩვენ ახაც ვფიქრობთ, რომ ამ შემთხვევაში სასამართლო არ იქნება ჰუმანური, იქნა გამომდინარე, რომ ფაქტიურად კობაურს ასაც ბრალდების მხარე ედავებოდა, ფაქტიურად სრულად გაიზიარა ნაფიცმსაჯულებმა. თუმცა აქ პროცესუალური საკითხები არის, სადაც დაცვის მხარე ამახვილებს ყურადღებას. 4 საათის განმავლობაში ნაფიცმსაჯულებმა ვერ გამოიტანეს ვერდიქტი, მაგრამ როგორც ჩანს, შემდეგ აღმოჩნდა გარკვეული დროის შემდეგ მათ გადაწყვეტეს, რომ ერთიანი პოზიცია უნდა მიიღოთ და სამწუხაროდ ამ შემთხვევაში გაამტყუნეს მალხაზ კობაური. ეს დაცვის მხარისთვის პირდაპირ და ღიად მინდა აღნიშნო, რომ სრული მოულოდნელობა იყო. ვინაიდან ჩვენ ქონდა კიდე შესაძლებლობა იმის, რომ დასკვნითი სიტყვისთვის წარმოგვეჩინა ბრალდების მხარის ვერსიები, წარმოგვეჩინა ბრალდების მხარის სისუსტეები, რომელიც გამოძიების ეტაპზე უამრავი არსებობდა. გვჭება გზა პროცესუალური, რომ ჩვენ გავასაჩივროთ ეს ვფიქრობთ, რომ უკანონო გადაწყვეტილება საკასაციო წესით და ვიდაოთ იმ მნიშვნელოვან ფაქტორებზე, რაც არის პროცესუალური დარღვევები და იმედი გვაქვს, რომ სააპელაციო პალატა ამ ყოველივეს გულისხმობით მოეკიდება. ნაფიცი მსაჯულების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას აბსურდულს უწოდებენ კობაურის ოჯახის წევრები. სად არის იმედი, სად არის სამართალი? გეკითხე, აი სად არსებობს სამართალი? მე სამართალს ვერ ვიპოვი. სანამ ესენი მეფობენ, ვერ ვიპოვით სამართალს. დრო მოვა, ღმერთმა იცის, რომ ეს მახოს გაკეთებული არა. ღმერთმა იცის იქ რაც მოხდა. და ღმერთი ყველას გასცემს საკადრის პასუხს, ჩემ შვილსაც და ყველას. 9 თვის მანძილზე იტრიალის ერთი ადამიანის გარშემო. როგორ შეიძლება, რომ ერთმა ადამიანმა ჩაიდინოს ამხელა დანაშაული? ეს ხომ აბსურდია. როგორ ფიქრობთ, რატომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება ნაფიცმა მსაჯულებმა? აი ვერ გეტყვით, როგორ გითხრათ და როგორ გავაკეთეთ კომენტარი, რომ ზეწოლაზე და იმიტომ მიიღეს. ვისგან და პროკურატურისგან.
შეგახსენებთ, რომ ხადასხეობაში სმიტების ოჯახის 3 წევრის მკვლელობაში ბრალდებულ მალხაზ კობაურს ნაფიცმა მსაჯულებმა გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოუტანეს. კობაური ნაფიცმა მსაჯულებმა წარდგენილ ყველა ბრალში ერთხმად დამნაშავედ სცნეს, მათ შორის ლორა სმიტის გაუპატიურებაში. მსაჯულები სათათბირო ოთახში 4 საათის განმავლობაში მსჯელობდნენ.